მოგესალმებით. განსახილველი საკითხის წარმოდგენამდე მიზანშეწონილად მიმაჩნია გახსენება ზოგიერთი ისეთი რამისა, რაც უშუალო შეხებაშია მასთან. კერძოდ კი ის, რომ სანამ კლიმატი ისე გამოვიდოდა მწყობრიდან, როგორც ამას ყოველდღიურობა ფაქტობრივად წარმოგვიდგენს, საკმაოდ ადრე წლებში საქვეყნოდ ვაცხადებდი იმ სიტუაციის დადგომის აუცილებლობაზე, რაც ამჟამინდელი რეალობაა. და თან იმ საჭირო ცოდნის თანდართვით, რითაც შესაძლებელი იყო იმის თავიდან აცილება, რაც ახლა ხდება. მაგრამ არც მომსმენი და არც შემსმენი არავინ ყოფილა ორიოდ ადამიანის გარდა. პირიქით, პასუხად დაცინვა და მეცნიერთა ვარაუდები იყო იმის შესახებ, რომ ის, რაც ახლა ხდება და მომხდება კიდევ, შორეულ მომავალში იქნებოდა მათი განვითარება მოსალოდნელი. მაგრამ როგორც ხედავთ, რეალობამ ჩემს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ისტორია დაადასტურა და არა მეცნიერების ნათქვამი. რაც იმიტომ მოხდა, რომ სამყარო მხოლოდ ჭეშმარიტ ინფორმაციას ამოწმებს ფაქტებით. გარდა ამისა, ზედმიწევნით ზუსტად სრულდება ყოველივე ის ცნობები, რასაც წლების წინ ვაცხადებდი სამყაროს ნიშნების ახსნიდან გამომდინარე ცოდნით. ისი დასტურიც ის თარიღებია, რომელიც მათ გამოქვეყნებას აქვს თანდართული, ხოლო მათი ასრულების ფაქტობრივი მტკიცებულებანი კი დედამიწაზე მიმდინარე პროცესებია. თუმცა მათი სათანადო დონეზე შემცნობიც მხოლოდ ერთეულები არიან. რაც კიდევ ერთ-ერთი მტკიცებულებაა ბიბლიის იმ კანონისა, რომლითაც ის ამ დროისათვის აცხადებს იმას, რომ ხალხი ჭეშმარიტებას ზურგს შეაქცევდა და გულისმაამებელ ცრუ ინფორმაციას დაუგდებდა ყურს. ამიტომ მოგახსენებთ იმას, რომ ყველა ის ცნობა, რაც უფალია ჩვენი სიმართლის წიგნებით არის გამოქვეყნებული, უკვლებლივ ისევე ზედმიწევნით ზუსტად ასრულდება ფაქტებად, როგორც ეს ახლა ყოველდღურად სრულდება კიდეც და მოხდება საავსრულებლოდ დადგენილი დროის დადგომისთანავე. რაც იქნება იმიტომ, რომ ამჟამად სამყარო ასრულის პერიოდში იმყოფება და 1000 წლის ნაგროვების სრულყოფილ სახემდე მიყვანას ერთ დღეში ახორციელებს. ღმერთისაგან ბოძებული თავისუფალი ნება სამწუხაროდ ადამიანებმა ისე გამოიყენეს, რომ ცხოვრებისეული გზის არჩევანისას ცოდვილ გზაზე სიარული აირჩიეს. ამიტომაც მათ დაკარგეს ჭეშმარიტი ცოდნის შეცნობის უნარი და სატანის დაგებულ მახეში მოექცნენ. შედეგიც სახეზეა. ვერავინ აღიქვამს რეალობას ისე, როგორიც ის სინამდვილეშია და ამიტომაც სათანადოდ ვერ აფასებენ იმ საშიშროებას, საიდღენაც ასე გამალებით მიიწევენ. რა თქმა უნდა, ზედმიწევნით ზუსტი დროის ცოდნა იმისა, რა მოვლენა რა წამს მოხდება, არავის აქვს და არ შეიძლება რომ ჰქონდეს, რადგან საავსრულებლოდ რო ნიშნავს მიმდინარე პროცესში ჩართული ყველა ნიუანსის დასრულებას, რაც ხდება ენერგიათა მატერიალებად გარდაქმნით და ამ პროცესის დასრულების ზედმიწევნით ზუსტი დროის გამოთვლა კი არავის ძალუს სამქვერნად. ამ ცნობის საყოველთაოდ გასაგებად ახსნისათვის მოვიყვან ერთ მარტივ მაგალითს. როდესაც მშენებლები სახლს აშენებენ, მათ შეუძლიათ ზედმიწევნით ზუსტი დროის დასახელება იმისა, თუ როდის იქნება ის მზად. ცხადია არა, ზუსტი დროის არა, მაგრამ მიახლოებით ის კი. რადგანაც მშენებელმა იცის ის ნიშნები, რა დროს რა ეტაპზეა მშენებლობის დასასრულებელი სამუშაო და ამის შესაბამისად შეუძლია ვარაუდის გამოთქმა დასრულების დროისა. სწორედ ასევეა სამყაროში მიმდინარე პროცესებიც და კაცობრიობის ბედისწერის აღსრულებაც ამგვარადვე ხდება. ცხადია, შემოქმედმა იცის, რა მოვლენებიც ახასიათებს იმ გენეტიკური პროცესების დასასრულსა და იმ შედეგს, რის მისაღებადაც მან ის დაუდგინა კაცობრიობას. ვინაიდან და რადგანაც ეს მოვლენა უშუალოდ ადამიანთა მოდგმას ეხება, ამიტომ მიზანშეწონილია ის, რომ შემოქმედი ირჩევს ერთ-ერთ მათგანს საიმისოდ, რათა იმ ცოდნით აღჭურვოს, რომლითაც დახმარება უნდა გაეწიოს მისი მიღების მსურველთ მხოლოდ. ვინაიდან ცოდნის მიღება ნებაყოფლობითია და ძალისმიერად ის ვერ მოხდება. ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც ამ ცოდნას შეისმენს და მისი ხელმძღვანელობით გააგრძელებს ცხოვრებისეულ გზაზე სვლას, ბიბლია მათ ქრისტეს მოვლოდინეებს უწოდებს და ამიტომ იუწყება იმას, რომ ქრისტე მხოლოდ მის მოვლოდინეთა სახსნელად მოვაო. გამომდინარე იმ გენეტიკური მიმდინარეობის ბოლო შამიდან, რომელიც კაცობრიობის შემეცნების გასაზრდელად იყო დადგენილი, ცხადია მისახვედრია ის, რომ ადამიანური აზროვნება მივიდა იმ დონემდე, რომელიც მის მაქსიმალურ ზომად იყო დადგენილი. თუმცა საკითხავი ეს არის, ვინ რანაირი ცოდნით მიიყვანა თავისი შემეცნება ამ დონემდე, რადგან ცოდნაც არის და ცოდნაც. ისი დასტურსაც ის ინფორმაციები იძლევა, რომელთა მრავალფეროვნებად საკმაოდ მრავალრიცხოვანია და ურთიერთგამომრიცხავი ცოდნის გამავრცელებელიც. ამიტომ ადამიანებს ძალიან უჭირთ იმის გამოცნობა, რომელი ინფორმაცია სწორი და რომელი არა.
მით უმეტეს, როცა საუკუნეების მანძილზე ისე ხდებოდა, რომ სიცრუე სიმართლეც საღდებოდა და მას აკანონებდნენ კიდეც რელიგიისა თუ კონსტიტუციის სახელით. მე კი ახლა გაცნობებთ იმას, თუ როგორ შეგიძლიათ ამოიცნოთ ის, თუ რომელი ინფორმაციაა ჭეშმარიტი. რამე თუ ჭეშმარიტება მხოლოდ ერთია და ამიტომ რომ სამყარო მხოლოდ მას აქცევს სინამდვილედ. ამიტომ ვინც მისი მფლობელია, მისი გამოცნობა არ არის ძნელი, რადგან მის სიტყვებს ყოველდღიურად ამოწმებს სამყარო იმით, რომ ფაქტებად ასრულებს მის ნათქვამს. და რა კი აქამდე ყოველივე ასე ზუსტად სრულდება, რასაც წლების წინ ვამბობდი და არაფერია ისეთი, რომ სხვაგვარად ყოფილიყო, ესე იგი ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ასე გაგრძელდება ბოლომდე. ცხადია, ასეც იქნება. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ მხოლოდ მცირედნი არიან ჩემი მომსმენი და უფრო მცირედნი კი შემსმენი და თუმცა მიუხედავად ამისა მე მაინც არ ვჩერდები და განვაგრძნობ ცოდნის ახსნა სხვადასხვაგვარი მეთოდებით, ამას აქვს თავისი მყარი საფუძველი თუ რატომ ვიქცევი ასე. ცხადია, მას ახლა არ განვარტავ, რადგან ვიცი, რომ მაინც არავინ მოისმენს, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ როგორც კი სააღსრულებლად დაუდგებათ და მის გარეშე კი არც არავინ დარჩება, აი მაშინ კი დაუწყებენ ძებნას. თუმცა რამდენად იქნება შესაძლებელი ექსტრემალურ დროში მისი ათვისება, ეგ კიდევ საკითხავია. ახლა კი თანამედროვე დროზე მინდა ვთქვა 2-3 სიტყვით. სამწუხაროდ ვერავინ არის სათანადოდ შემცნობი იმ მოვლენისა, რაც ამჟამად ხდება კაცობრიობის ისტორიაში და არის ის, რომ ანტიქრისტე და ანტიქრისტეები გაყავს ღმერთს ამ ქვეყნიდან. ანტიქრისტე ფიზიკურად უკვე გარდაიცვალა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მსოფლიო ხალხის შემეცნება საერთოდ შეუსაბამოა დროსთან მიმართებაში და ამიტომ ელოდებიან მის მოსვლას მაშინ, როცა მან ყველას თვალწინ იმოღვაწება და უკვე წავიდა კიდეც. რაც შეეხება ბიბლიის იმ ცნობას, რომელთაც ის საუბრობს ანტიქრისტესა და ანტიქრისტეების შესახებ, მის გასაგებ ახსნას ასე წარმოვადგენ. ბიბლია სატანას ხომ მოიხსნენიებს ბრძოლ გველად, ანუ გველეშაპად, ხოდა ანტიქრისტე მისი თავი იყო, ხოლო ანტიქრისტეები კი მისი კუდები არიან. ვინაიდან თავი უკვე მკვდარია, ცხადია კუდებიც მალე განადგურდებიან, რასაც მოწმობს იმ ბოროტებების ფრქვევა, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. ვინაიდან მომაკვდავი ბოროტი რომ უფრო მძვინვარეს, ეს ხო ყველასათვის ცნობილია. ამიტომაც ამჟამად მეტად საშიშ პერიოდს გადის კაცობრიობა. ვინაიდან როგორც ბიბლია იტყობინება, სატანური ძალის მქონეთა რაოდენობა თურმე მსოფლიო მოსახლეობის 2/3-ს შეადგენს. ამიტომაც ასეა გააქტიურებული ბოროტება და ამიტომაც მძვინვარებს კლიმატიც. განა ბიბლია არ აცხადებს იმას, რომ წარღვნა ბოროტეულთა გამო მოხდაო. უნდა იყოს ეს მისახვედრი იმისა, რომ ადამიანთა მიერ წარმოებულ ენერგიასა და კლიმატს შორის საკმაოდ მჭიდრო ურთიერთკავშირია. და არა მხოლოდ კლიმატი, არამედ ყოველდღიურად განვითარებული მოვლენებიც ხომ უბედური ფაქტების ამსახველნი არიან. დაწყებული ჯანმრთელობის მხრივი და პირადულ ოჯახური სფეროდან უკვე ქვეყნებს შორის კონფლიქტების ომის დონემდე ასვლით. მე ყოველთვის ამას ვაცხადებდი და ახლაც ამას გავიმეორებ. ეს სამყარო სრულებითაც არ არის ისეთი და იმგვარად ფუნქციონირებადი, როგორცაც ამას მეცნიერული ცოდნა გვისახავს. არამედ საერთოდ განსხვავებულია იმისაგან, რა ცოდნასაც ადამიანური ცნობიერება ფლობს. ამიტომ გირჩევთ და არ გთხოვთ, რომ შეიმეცნოთ ის ცოდნა, რასაც გთავაზობთ. ვინაიდან მისი მითითებებით ცხოვრების გარეშე ვეღარანაირად გადალახავთ იმ წინაღობებს, რომელიც უკვე ყოველდღურად იჩენს თავს ყველას ცხოვრებაში. იმისათვის, რომ გაგეადვილოთ იმის კარგად გაგება, თუ რა ხდება სინამდვილეში ამჟამად და რა არის ჩვენი მოვალეობა, ამიტომ მომდევნო ვიდეოებში ვისაუბრებ საკითხებზე წიგნიდან დაბრუნება ედემში. რადგან დადგა დრო იმისა, რომ სწორედ ისეთი ცხოვრება უნდა შექმნან ადამიანებმა დედამიწაზე, როგორის შესაქმნელადაც გააჩინა ღმერთმა ადამიანთა მოდგმა. ახლა კი დროებით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.